Ayn Rand, ვინ ხართ თქვენ? თქვენი აქცენტი არის რუსული. რუსეთში დაიბადეთ? დიახ. აქ როდის ჩამოხვედით? დაახლოებით 30 წლის წინ. თქვენი ფილოსოფია საიდან მოდის? პირდაპირ ჩემი თავიდან. ერთადერთი ფილოსოფოსი, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩემზე, არისტოტელე იყო. დანარჩენი კი თავად შევქმენი. დაქორწინებული ხართ? დიახ. თქვენი ქმარი ინდუსტრიალისტია? არა, ის არტისტია, ფრენკ ოკონორი. მისი ნახატები ალბათ თქვენი ოჯახის შემოსავლის წყაროა. ის მხოლოდ ახლა იწყებს ხატვას, აქამდე დიზაინერი იყო. ამ ყველაფერში მას სახელმწიფო ეხმარება? არავითარ შემთხვევაში. ამ დროისთვის თქვენ თუ ეხმარებით მას? არა, ის ფინანსურად უზრუნველყოფილია მისი წარსული შრომის წყალობით. საჭიროების შემთხვევაში მეც ვეხმარები, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. და არაფერია წინააღმდეგობრივი იმ ფაქტში, რომ თქვენ ეხმარებით? არა, რადგან მე ის ეგოისტურად მიყვარს. ჩემი ინტერესიცაა დავეხმარო მას საჭიროების შემთხვევაში. მე ამას ვერ ვუწოდებ თავგანწირვას, რადგან ამ ყოველივედან ეგოისტურ სიამოვნებას ვიღებ. მე ვამბობ, რომ ბედნიერება ადამიანის უფლებაა, რომელსაც თავად უნდა მიაღწიოს. მაგრამ არ შეუძლია მოსთხოვოს სხვებს უარი თქვან საკუთარ ცხოვრებაზე, რათა გააბედნიერონ ის. არც მას უნდა სურდეს საკუთარი თავის გაწირვა სხვისი ბედნიერებისთვის. მე ვთვლი, რომ ადამიანი პატივს უნდა სცემდეს საკუთარ თავს. და სხვა ადამიანებს არ უნდა სცემდეს პატივს. იესო ქრისტემ და ისტორიაში ყველა მორალურმა ლიდერმა გვასწავლა, რომ ჩვენ ადამიანებს უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. მაშ რატომაა ასეთი სიყვარული თქვენთვის ამორალური? ასეთი სიყვარული იმ შემთხვევაში ამორალური, თუ ის ადამიანზე მაღლაა დაყენებული. ეს ამორალურობაზე მეტია. ეს შეუძლებელია, რადგან როცა გთხოვენ, რომ განურჩევლად ყველა გიყვარდეთ, ყოველგვარი სტანდარტის გარეშე გიყვარდეთ ისინი მათი ღირებულებებისა და უპირატესობების მიუხედავად, ეს იგივეა გთხოვონ, რომ არავინ გიყვარდეთ. თუმცა თქვენს წიგნში თქვენ საუბრობთ სიყვარულზე, როგორც ერთგვარ ბიზნეს გარიგებაზე. ნუ თუ სიყვარულის არსი პირად ინტერესებზე ზემდგომი არ არის. რა აზრი ექნებოდა სიყვარული პირად ინტერესებზე მაღლა რომ დაგვეყენებინა? მაგალითისთვის, ასეთ შემთხვევაში თუ ქმარს ექნებოდა ტიპური მორალი, ის ეტყოდა საკუთარ ცოლს, რომ მისივე კეთილდღეობის მიზნით ქორწინდებოდა. ასევე ეტყოდა, რომ მას არანაირი ინტერესი ჰქონდა ქორწინების მიმართ და თავად იმდენად არაეგოისტი, კეთილშობილი იყო, რომ მას ცოლი მხოლოდ და მხოლოდ ცოლის კეთილდღეობისთვისვე მოყავდა. რომელიმე ქალს მოეწონებოდა ეს? მე ვთვლი, რომ სიყვარულის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ბიზნეს გარიგების მსგავსი, მაგრამ ამავე დროს ყოველ ბიზნესს უნდა ჰქონდეს თავისი პირობები და ვალუტა. სიყვარულის ვალუტა კი მორალურობაა. თქვენ არ გიყვართ ადამიანები იმის გამო, თუ რას აკეთებენ ისინი თქვენთვის, ან პირიქით, თუ რას აკეთებთ თქვენ მათთვის. თქვენ ადამიანები გიყვართ მათი ღირებულებებისა და მორალურობის მიხედვით. თქვენ არ გიყვართ ისინი მიზეზობრივად. თქვენ არ გიყვართ აბსოლუტურად ყველა. გიყვართ მხოლოდ ისინი, ვინც ამას იმსახურებენ. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, თუ მას სურს სიყვარული, მაშინ მან უნდა გამოასწოროს საკუთარი ხარვეზები და შემდგომ მან შესაძლოა დაიმსახუროს ის, თუმცა ის არ უნდა ელოდოს დაუმსახურებელს. თქვენი სტანდარტებით გამოდის, რომ ამ სამყაროში ძალიან ცოტანი ვართ ასეთები, ვინც სიყვარულს ვიმსახურებთ. სამწუხაროდ დიახ, ძალიან ცოტა, მაგრამ ამის დასამსახურებლად კარი ყველთვის ღიაა და ესაა ყოველივე, რასაც მათ ჩემი მორალური სისტემას თავაზობს. იმ შემთხვევაში თუ მათი გამოსწორების ერთადერთი მიზანი სიყვარული არ იქნება. ხომ შესაძლებელია, რომ რეალობა ის იყოს, რომ ჩვენ მარტოსული ადამიანები და ერთმანეთისთვის მეთვალყური არსებები ვართ. არავის არასდროს არ მოუწია მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის მეთვალყურეები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მაგალითები თქვენს ირგვლივ, თუ როგორ იღუპებიან ადამიანები, როდესაც ცდილობენ, რომ იყვნენ სხვების მეთვალყურეები. თქვენ არაფრის გწამთ, მხოლოდ თქვენი გონები. არა, ეს არ არის წმენა, ეს არის განსჯა. მე არ მწამს არაფრის, მე უბრალოდ ვაღიარებ განსჯას.